მე პირადად პროექტების მენეჯერად არასდროს მიმუშავია, მაგრამ ჩართული ყოფილვარ სხვადასხვა პროექტებში, სხვადასხვა გუნდში. და ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მოულოდნელად ხდება რაღაც ცვლილება, მოულოდნელად იცვლება ბიუჯეტი, შეიძლება ვთქვათ ორგანიზაციაში დაიწყოს კრიზისი. ამ დროს ხშირად გუნდის წევრებს შეიძლება დაეკარგოთ мотиваცია. შეიძლება აღარ გქონდეთ აი ის, რასაც დრაივს ვეძახით, იმისთვის რომ პროექტი მიიყვანონ ბოლომდე. რამდენად მნიშვნელოვანი ამ დროს პროექტის მენეჯერის როლი და რა შეუძლია გააკეთოს მან გუნდის წევრებისთვის мотиваციის მისაცემად? იმისთვის რომ ვინმე მოტივირებული არ იყოს, ბევრი გზა არის, ჭყალებში გზა. ძალიან ბევრი რაღაცა შეუძლია ადამიანის мотиваციაზე ცუდად იმუშაოს და იმოქმედოს და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი გამორჩეული ცუდად გავლენის მომხდე мотиваციაზე არის ხოლმე, როდესაც რაღაცები მოულოდნელად ხდება. მოულოდნელობები, ანუ ისეთი რამეები, რომელსაც თითქოს არ ველოდით, არ იყო დაგეგმილი, თავში საუფიქროებით და რაღაცები მოხდა. მოულოდნელი შეიცვალა. მიმდინარე მდგომარეობა თითქოს მიდიოდით კარგად, კარგი გზით, მაგრამ რაღაცა შეიცვალა. გარედან, შიგნიდან მნიშვნელობა არ აქვს. ვამბობთ ესეთ რამეს, რომ დღევანდელ სამყაროში და მათ შორის უკვე პროექტებშიც, რა თქმა უნდა, მთავარი არის ადაპტაციის უნარი. ანუ კარგად შეგვეძლოს ლავირება ამ ცვალებად გარემოში. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, რაც არ უნდა კარგად დაგეგმო, რაც არ უნდა კარგად გაწერო გეგმა, რაც არ უნდა კარგად ხონდეს ეს ხალხისთვის ნასწავლი, ეს ხალხის მოყვებოდეს ხომ, თუ შენ არ ხარ მზად იმისთვის, რომ ბევრი ცვლილება ხდება, ბევრი ცვლილება მოხდება და ამისთვის მომზადებული იყო ცოდნით, გამოცდილებით, განწყობით, ხო, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მე თუ შეიძლება ვიცოდე როგორ მოვკავმკლავდე ცვლილებებს, ან როგორ დავალაგო ისე რომ ისე წნარად წავიდე საქმე, მაგრამ შეიძლება ამის ცოდნა არ მქონდეს, და უნდა ვიცოდე ეს. ამიტომ პროექტის მენეჯერმა ამ ხალხის мотиваცია ისე რომ მოიყვანოს აი დრაივი, რაც ახსენე, იმ დრაივში მოვიდნენ, არის ის რომ მან იცოდეს როგორ უნდა მართოს ცვლილებები და ასწავლოს ეს თავის ხალხსაც და პირველ რიგში ის ასწავლოს ამ ხალხსაც ცვლილებები იქნება სულ. ჩვენ ესეთ რა ისე ვასწავლით ხოლმე ხალხს, რომ ერთადერთი პროექტი რაც ცვლელია არის ის რომ ყველაფერი ცვალებადია. აბსოლუტურად ყველაფერი, რა ვიცი, ადამიანებიდან დაწყებული, გაგრძელებული ვადით, გაგრძელებული ყველაფრით, აბსოლუტურად ყველაფერი ცვალებადია და ჩვენ თუ ამას ფაქტად ვაღიარებთ და მართლა ფაქტია ეს. მაშინ აღარ შემეშინდება იმისი, რომ ვაიმე ცვლილება რომ მოვიდეს, რა მოხდება და რა უნდა რომ ვაიმე კი არა და მოვა. ხო, და ამიტომ მზად იყავი ამისთვის, რომ ცვლილება მოვა და როგორ რავი მოქმედა და არის სწორად მეთოდებია გაწერილი, სწავლებაც არის და გამოცდილებითაც იციან ამას, მაგრამ სწავლობ რომ დროის ცვლილების დროს რა უნდა ქნა, ხალხის ცვლილების დროს როგორ მოიქცე, ასეთი ცვლილების დროს რა უნდა ქნა, ისეთი ცვლილების დროს როგორ მოიქცე, მან კარგია რომ შენც და შენი გუნდის წევრებიც იყოთ იმაში დარწმუნებულები და ფაქტად აღიაროთ რომ ცვლილება იქნება და იცოდეთ თქვენ როგორ მოიქცეთ ასეთ დროს. როცა მოლოდინი გაქვს უკვე რაღაცის, ხო, აღარ გიშინია მერე. დემოტივაციის ერთ-ერთი კიდევ რაც არის, სრულ მოლოდინების შექმნა. ჩვენ ამას ველოდით რომ ესე იქნებოდა და უცებ სხვანაირად მოხდა, ხო? კარგად, ცუდად შეიძლება მნიშვნელობა აღარ გქონდეს, სხვანაირად რომ მოხდა უკვე დემოტივირებულები ხდებით. და ვამბობთ რომ მოლოდინები უნდა დავარეგულიროთ მუდმივად, რომ არ გქონდეს იმის იმედი, რომ ყველაფერი იავარდით მოფენილი იქნება და ესე მიყვება. იავარდით მოფენილი რო იყოს და ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ მიდიოდეს, აღარც პროექტის მენეჯერი იქნებოდა საჭირო და აღარც ის ხალხი, ხო? თვითონ გაკეთდებოდა საქმე და პროექტის მენეჯერი სწორედ მაგისთვის არსებობს და მაგისთვის უნდა იყოს, რომ პრობლემებია პროექტში, სულ მუდმივად, ცვლილებებია პროექტში, სულ მუდმივად და ამიტომ სჭირდება ამას მართვა. და ამისთვის ზად უნდა იყოს პროექტის მენეჯერი. თუ გახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ აი რაც ახსენე, რომ შენ პირადად ქონდა მაღალი მოლოდინები, შემდეგ რაღაც შეიცვალა, არ წავიდა პროექტი ისე როგორც ფიქრობდი და რა გასწავლა აი ამ კონკრეტულმა შემთხვევამ? კი, რა თქმა უნდა, მაგის მეტი რა არის, რა ვიცი, მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი იყო, რომ მე ვიყავი პროექტის მენეჯერი, დაგეგმილი იყო რაღაც დიდი პროექტი, ერთ-ერთი რაღაც ტექნიკური პროექტი იყო, სადაც ტექნიკურ საშუალებებს ძალიან დიდი ის ჰქონდა, უნდა შეთანხმებული იყო უსაფრთხოების ნორმები, ბევრი რაღაცა იყო ძალიან სიღრმეში რომ ჩავიდე, მოკლედ ბევრი მონაწილეც მყავდა. მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდი თუ რას გადაწყვიტავდა იგივე სპონსორი. ანუ ვისთვისაც კეთდებოდა ეს პროექტი, რა თქმა უნდა დაუთმო სპონსორს დიდი ყურადღება, მაგრამ ისეთ მომენტებშიც კი, სადაც აშკარად და ცალსახად რაღაცების შესაძლებელი იყო, რაღაცები ისე არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სპონსორი ჯიუტად აწვებოდა, რომ გინდა თუ არა ესე გაკეთდეს, მე მაინც მის ნებას მივყევი და ეგრეც უნდა იყოს ალბათ, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში სპონსორი გადაწყვეტი, თუმცა შემდგომ უკვე იმდენად შემნელდა კომუნიკაცია ჩემსა და სპონსორს შორის, ანუ მე თვითონ აღარ მქონდა კომფორტი მასთან ხშირი ურთიერთობის, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც ესე იტყვის, მაინც ესე უნდა გადაწყვეტს, მაინც ესე უნდა გადაწყვეტს და მივყევით ამ დინებას თითქოს და მოხდა ისე რომ ჯერ ერთ-ერთი პროექტი გაიწელა
წლები მე ვიყავი პირადად 3 წელი იმ პროექტში. ჩემს მერე 3 პროექტის მენეჯერი მივიდა და ჯამში 5 წლის განმავლობაში მიდიოდა ეს პროექტი. ბოლოს დაინერგა თუ და გაკეთდა ქვია მაგას არ ვიცი გაკეთდა. რაღაც შედეგი მიიღეს, ერთი კვირა იმუშავა და მე ყველამ დაივიწყა. ან 5 წელი მიდიოდა რაღაცა, მე საბოლოოდ აღმოჩნდა ალბათ როგორც ხდება ხოლმე იმისთვის რომ ჩეკ. დიდი რესურსი, დიდი ნერვები, დიდი ისინი დაიხარჯა და ერთი კვირა თუ ორი კვირა იმუშავა იმ რაღაცამ და მე თაროზე შემოდეს უბრალოდ რა. და რა თქმა უნდა, ჩემი დანაშაული ის იყო, რომ თუ ხედავდი რომ ეს თაროზე შემოსადებად იყო განწირული და ხედავდი აშკარად, უფრო მეტი არ გავაკეთე. და რაც თავარია, დავივიწყე ურთიერთობები ყველაზე მთავარ მონაწილეებთან. რაც არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომ პროექტის მენეჯერმა დაუშვას, რომ იმის გამო რომ თითქოს აი ეს დამემართა რა აზრი აქვს, მაინც ისე იტყვიან, რა აზრი აქვს, მაინც ისე უნდა გაკეთდეს. მაგის გამო მე თვითონ ჩავხსენი ეს ურთიერთობები, კომუნიკაცია, ხშირი კომუნიკაცია და იმის მაგერად დამენახვებინა ამ ხალხისთვის, რომ არ გამოვა ეს საქმე ისე როგორც თქვენ მოლოდინი გაქვთ და მე ისიც მჯეროდა რომ არ გამოვიდოდა, არ დავარწმუნე, არ მქონდა ხშირი ურთიერთობა და შესაბამისად მოხდა ის რაც მოხდა. ამიტომ თავი ჩემი ესე ვთქვათ მაგ კონკრეტული კითხვის საპასუხოდ არის ის, რომ არ გაუშვათ აი ძაფები რაც არის გაბმული კომუნიკაციის, ეს უნდა იყოს გაძლიერებული და პირიქით არ უნდა შეასუსტოთ და ხალხთან სპონსორი იქნება, შენი გუნდის წევრები იქნება თუ ნებისმიერი სხვა მონაწილე პროექტის ვინც იქნება, გქონდეს სწორი კომუნიკაცია და გქონდეს ხშირი რას ქვია საჭიროდ ხშირი კომუნიკაცია, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანი მონაწილეა პროექტის, მით უფრო ხშირი კომუნიკაცია გქონდეთ ამ ხალხთან, ვიცით შენ ჯერ არის ის შენ გზამს ის ავხსენი, რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ისე უნდა გადაწყვეს როგორც სპონსორი იტყვის, მაგრამ იმის გამო რომ მაინც ესე იქნება, არ ჩაიქნიოთ ხელი და არ გაწყვიტოთ ეს კომუნიკაციის ზაფები რა, ამას ურჩევდი ახლა. ძალიან საინტერესო თემას მივედაქით კომუნიკაციას. მოიტანა თავისთავად კითხვა. ერთი მხარე არის სპონსორთან კომუნიკაცია, მეორე მხარე არის გუნდის წევრებთან კომუნიკაცია. ხშირად ხდება ისე, რომ კომუნიკაციის ნაკლებობამ ან არასწორმა კომუნიკაციამ შეიძლება მოიტანოს შიგნით გუნდშიც პრობლემები. რჩევა იქნება, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს კომუნიკაცია გუნდის წევრებთან. მაქსიმალურად ეს არასდროს არ უნდა შევწყვეტოთ. მაგრამ თუ ჩნდება პრობლემები კომუნიკაციაში, თუ არის მაგალითად განსაკუთრებით დიდი გუნდი, ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? ამ შემთხვევაში გვეხმარება უკვე გეგმა. ანუ დაგეგმილი კომუნიკაცია, არა სპონტანური და არა თქვათ, არა მხოლოდ სპონტანურ ან დაუგეგმო კომუნიკაციაზე ავაწყოთ ჩვენი თქვათ წარმატება პროექტის წინსვლა, არამედ დაგეგმილი კომუნიკაცია გქონდეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ კალენდარში გქონდეს პირდაპირ გაწერილი თუ ვის, როდის, რა ფორმით, რა სიხშირით, რის თაობაზე ვესაუბრებით, ურეკავთ, მეილს წერთ, რა ვიცი, რა მესიჯებით და ასევე ჩეთაობებით, ფორმალურად, არაფორმალურად, მოკლედ დაგეგმილი უნდა იყოს. განსაკუთრებით აი მნიშვნელოვან ადამიანებთან. ხო, ეხლა თუ გუნდია, თუ სპონსორი, მოკლედ ისეთი ხალხი, ვისაც ძალიან დიდი გავლენა აქვს პროექტის წარმატებაზე და ძალიან ინტერესით არიან ჩართულები და უნდა იყვნენ ინტერესი და აინტერესებდეთ პროექტი წარმატებული იყოს, აი ამ ხალხთან უნდა იყოს გაწერილი დაგეგმილი კომუნიკაცია. როგორ შეიძლება კაცო ყველაფრის დაგეგმა შეიძლება და მათ შორის კომუნიკაცია სჭირდება ყველაზე მეტად დაგეგმა, იმიტომ რომ არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩვენ მოვადუნებთ რაღაცნაირად. თითქოს კარგად მიდის ყველაფერი. აი, ჩვენ კარგი ხარია უკვე მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ, ვიცი რომ მაგარი პროფესიონალი ხარ, შენც იცი რომ შეგიძლია მენდო და რაღაც საქმეს ვაკეთებთ ერთად რა და რადგანაც შენც მენდობი და მეც გენდობი, შეიძლება ჩავთვალოთ რომ რავი, რაღაც გვინდა ესე ხშირად რომ ერთმანეთთან რაღაცა გავცვალოთ ინფორმაცია, შენ საქმეს აკეთებ, მე ჩემს. და ვამბობთ რომ ეს შეცდომა არ შეიძლება ესე. აუცილებელი და მნიშვნელოვანია რომ გეგმაში გქონდეს მე და შენ ურთიერთობა რომ აი ამ დღეს, კვირის ამ დღეს, ამ საათზე ვიკრიბებით და ვსაუბრობთ. როგორ მიდის საქმე, რა ხდება? აქ არ არის საუბარი რომ აი დამაც რაღაც თათბირები გავმართოთ სულ და რაღაც 3 საათიანი თათბირები გქონდეს, არა. აი მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხო ეხლა ეჯაილი ხო შემოვიდა უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ფაქტიურად და არა მხოლოდ პროექტებში, არამედ ორგანიზაციულ მართვაში ზოგადად და ძალიან მივესალმებით რა თქმა უნდა ამას. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ამ ეჯაილმა შემოიტანა არის ის, რომ თუნდაც ის ყოველ დილით 10-15 წუთიანი შეხვედრა და უბრალოდ მოკითხვა რაშვებით, როგორ ხართ, როგორ იყო წინადღის საქმეები, ხომ ყველაფერი კარგად არის და დღეს რასაც გეგმოთ, ხო ყველაფერი ნორმალურად გეგმაში იქნება, რაც უნდა გავაკეთოთ, ხო? თუ არ იქნება და თუ ვერ გავაკეთეთ, მაშინ რა ვქნათ, რომ გავაკეთოთ და თუ იქნება და კარგად არის ყველაფერი, ტაში ჩვენ ვაშეჩვენ. მოკლედ 15 წუთიანი, 10 წუთიანი, მეტი არა.
ეს არ უნდა იყოს, არ უნდა იქცეს რაღაც გაუთავებელ თათბირებად და არ უნდა გადაიქცეს რაღაც ისეთ საუბრებად. გამოკითხვაც კი იყო ამაზე, ძალიან კარგი სტატისტიკა დაიდო, ჰარვარდის გამოკითხვა იყო, რომ რა უშლით ადამიანებს ყველაზე მეტად ხელს სამსახურში. უშლიან ხელს მენეჯერები და ბევრი შეხვედრები. და დიდი შეხვედრები. და ჩვენ ვამბობთ, რომ შეხვედრისთვის კი არ უნდა იყოს. მოკლე, კონკრეტულად 3-4 კითხვა, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ყველა უნდა იცოდეს ამ კითხვაზე პასუხი და თვალებში ჩახედე ამ ხალხს, დაინახე როგორ აქვთ ას თვალები და მერე დაიშალეთ მარტივად. და არ გქონდეს ეს ძაფი გაწყვეტილი რა. და სხვა შემთხვევაში რა გამოვა იცი რომ აი თუ ეს დაგეგმილი არ არის, აი როდესაც ცუდად იქნება საქმე, აი როდესაც პრობლემა იქნება, აი ესეთი მიდგომაც არის ხოლმე რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაშინ აღარ მინდა შეხმიანება და თუ რამე გაგიჭირდა, მერე მოდი. არავის არ უნდა ეგეთი ურთიერთობა რა, იმიტომ რომ რავი, მე თუ შენ მაგალითად ესე გითხარი, შენ თუ ჩემი გუნდის წევრი ხარ და რამდენჯერაც დაგინახავ რომ მოდი ხარ ჩემთან, იმდენჯერ მეგონება რომ პრობლემა გაქვს და იმიტომ მოდი ხარ. რაღაცა გჭირდება და იმიტომ მოდი ხარ და აღარც ურთიერთობა აღარ მენდონება შენთან, რომ დაგინახავ, აი მე კიდე ეს მოდის ის იქნება რა ქვია შეგრძნება იქნება და შენც არ გინდა რა ეხლა სულ წუწუნით და სულ უბედურებით რომ მიდიხარ არავის აღარ უნდა მასე ურთიერთობა და ვამბობთ რომ არა ყოველდღიური ურთიერთობა რას ნიშნავს ხან კარგად არის საქმე ხან სულად არის საქმე ჩვენ სულ საქმის კურსში ვართ მათ შორის საქმის მიმართაც და ადამიანების მიმართაც როგორი განწყობაა როგორი мотиваცია როგორ მიდის სახე როგორ ეცვლება ადამიანს ამ ყოველდღიური შეხვედრებისას ხო მანდაც მაგასაც ვაკვირდებით რომ რა ვიცი ადამიანს ყველაფერში ეთყობა გავამეტყველებაში, ქცევაში, იმუხრაში, მეტყველებაში, სიტყვების თქმაში, როგორი мотиваცია აქვს, როგორი მონდომება აქვს და შენ თუ ეს ყოველდღურად პულსი არ გედო ამაზე ხელი, რაც არ უნდა კარგად გქონდეს ყველაფერი ისე თქვა გაწერილი და გეგონოს რომ კარგად მიდის, აუცილებლად რაღაც ამოხეთავს. ამიტომ კომუნიკაციასაც ჭირდება დაგეგმვა. გეგმაში ჩასმა და ამ გეგმის მიყოლა როგორც ჩვეულებრივად ნებისმიერი სხვა თასკის რა.